Თქვენი არ ვიცი და მე გულახდილად გეტყვით ვერ ვეწევი პროცესებს და ხანდახან ხშირად მიჭირს ხოლმე თავარი საკითხების გამორჩევა, თავარ საკითხებზე ყურადღების გაბახვირება. Აი მაგ მოგიდება კაც მაგალითად ერთ თემაზე საუბარი და რა მნიშვნელობა აქვს რომელზე პრინციპში, მაგრამ იმ წამსვე თუ ხისიერად საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ისეც ან იტყვიან, ან იზამენ, რომ ხვდები რომ ის რაზეც კიდურა საუბარი თითქოს არარელევანტური თემაა. აი მაგალითად გუშინ გამოვიდა პრემიერ-მინისტრად წოდებული ირაკლი კობახიძე. დაახლოებით 20 საკითხი მაინც წამოჭრა, 20 საკითხზე მაინც ისაუბრა. 20-ვე უნდა გააკრიტიკო, 20-ვეზე უნდა გაამახვილო ყურადღება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გამბოვა პაპუაშვილი მაგალითად ან ნებისმიერი სხვა პირობითად პაპუაშვილი კიდევ 20 სხვა საკითხს შემოგთავაზებს და გამოდის რომ ვერ დაეწიე ირაკლი კობახიძეს ყოველ შემთხვევაში ვერ უპასუხე ირაკლი კობახიძეს იმ ბოდბებზე უმრავლეს შემთხვევაში რასაც შემოგთავაზა გუშინ. მოკლედ არ მინდა თქვა დაბნეული ვარ მეთქი რასაკვირველი არა, მაგრამ ყველაფერს ვერ მიმოიხილავს კაცი. ეს არის ფაქტი და ეს არის რეალობა. პლატფორმა 2025-ის თანადამფუძნებელი კოკი იორათამიშვილი შემოგვიერთდა ახლა გადაცემაში, ის რიგიდან გვერდება. მე ხო რაღაც დახმარებას, შეყიდებას, მთავარი საკითხების გამოკვეთაში მეთქი კოკი ასე ეგრევე. და შეიძლება თქვით შესაბამისად მოგესალმები და შესაბამისად ესე დავიწყებ. რომელი თემაა შენთვის ყველაზე საინტერესო? მაგალითად, გიბოდიშებ კიდევ 15 წამი რაღაცას ვიტყვი. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ფილფანმა თუ არ ვცდები, რომ დაამარცხა თუ არ დაამარცხა დებატებში საქართველოს პარლამენტის ოცნების დეპუტატი გორდულაძე, ეს მართლა 45 ხარისხოვანი საკითხი მგონია. კი, სოციალურ ქსელში ამაზე თითქოს ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი ამბები ხდება. მოკლედ, შენთვის რომელია საინტერესო, რომელი თემაა საინტერესო, ყველაზე მნიშვნელოვანი და მე უკვე მაქვს ასაკვირველია რაღაცა კითხვები, საკითხები, მაგალითად სანქციებთან დაკავშირებით და მინდა რომ ვისაუბროთ ამ საკითხებზე. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. ირაკლი, მადლობა მოწვევისთვის. წარმატებას ვუსურვებ შენს არხებს სოციალურ ქსელებში. ეს არის ერთ-ერთი ალბათ მთავარი, ასე ვთქვათ, ფუნდამენტი უნდა იყოს ჩვენი დემოკრატიული განვითარების, რაც შეიძლება მეტი საინფორმაციო სივრცე ნამდვილად დამოუკიდებელი რო გაჩნდეს. რაც შეიძლება კითხვას ნამდვილად აქტუალური უკაცრავად ბოდიში. მე გუშინ რაღა ესახსენებ ხოლმე ამიტომ არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ რამდენად ჩემთვის გახდა ცნობილი, ან ვარაუდობდი, ვიტყვი ასე არსებობს, რომ საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლება აპირებს რომ შექმნას რაღაცა რეესტრი, მოკლედ ინტერნეტიც კი შეზღუდოს აქტიური ადამიანებს, არც ეს გამოირიცხება. ამიტომ ეს პლატფორმები, ჩემი პლატფორმა თუ სხვების პლატფორმები, YouTube თუ Facebook-ი ასე მაგალითად თუ Instagram-ი, ხო, შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ, პირობითად რაღაც 1 წელიწადში, წელიწადნახევარში თუ ასე გაგრძელდა, თუნდაც არ იყოს ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი, გიბოდიშებ შეგაწყვეტინე, მაგრამ უბრალოდ რეპლიკის სახით. ხო, ბუნებრივია რომ ისინი რაღაც ჩრდილო კორეის და ჩეჩნეთის მოდელის აწყობას ცდილობენ და მათ არანაირი, ასე ვთქვათ, პიროვნული შეუთავსებლობა არ აქვს თქვათ იმასთან, რომ ჩვენ საერთოდ ფიზიკურად ეს გაგვანადგურონ. ირაკლი, ისინი წყნარად გააგრძელებენ ძილს, მე თქვენ სხვა აქტივისტები, ჩვენზე აქტიურად ჩართული ხალხი ფიზიკურადაც რომ გაანადგურონ, მათ არანაირი სინთეზი საერთოდ დაკარგული აქვს, უბრალოდ კიდევ უფრო ეშინიათ ქართული საზოგადოების საერთაშორისო ზეწოლის და ამიტომ არ მიდიან, თორე სანამდე შეეძლებათ მათ რომ მართლა სამხრეთ კორეის და ჩეჩნეთის თუ რა ვიცი სხვა ავტორიტარული დიქტატორული ქვეყნების თუ რეგიონების ასე ვთქვათ მოდელი გადმოიტანონ, ეცდებიან რომ გადმოიტანონ, მაგრამ როგორ მოახერხებენ ეს მეორე საკითხია. თქვენ პირველ კითხვას რო დაუბრუნდე, ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი ქმნიან გარკვეულ რაღაც ინფორმაციულ ქაოსს, რომ ჩვენ კონსოლიდირებაც გავგვიჭირდეს, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან თანამშრომლობაც და ძირითადი აქცენტების გაკეთება. ძირითადი მთავარი აქცენტი ალბათ არის ის, რომ ჩვენ აღარ ვართ ცივილიზებული სამყაროს, პოლიტიკური ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და ის ჩამორჩენა, რომელსაც ჩვენ ასე მტკივნეულად განვიცდით, რომ აი სამხრეთ კავკასიაში დაწყებულ პროცესებს ჩვენ რაღაცა მეთვალყური სტატუსითაც კი არ უყურებთ. აი საერთოდ ჩვენს მიღმა მიმდინარეობს, არც კი გვახსენებენ ამ დროს ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ასე ვთქვათ, შავ ზღვაზე გასასვლელი გააჩნია სამხრეთ კავკასიიდან. ყოველ შემთხვევაში პარტნიორებიც კი არ გვახსენებენ, მათ შორის უკვე ხო, ეს ჩამორჩენა გახდება, აი თქვათ 5-10 წლის განმავლობაში კიდევ უფრო კატასტროფული ამ ინფორმაციულ ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, ანუ ის რომ ჩვენ რა ქვია ღმერთმა გვიბოძა
ასეთი ადგილი, ეს იქნება უკვე საერთოდ დავიწყებული. ღმერთმა გვიბოძა, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად ვერ გამოვიყენეთ ეს შანსი. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა შავი ზღვის აუზში, რომელსაც არც სამხედრო ფლოტი გვაქვს, არც სავაჭრო ჩვენი ხომალდები გაგვაჩნია, საერთოდ არაფერ არ ვიყენებდით ჩვენ რესურსებს, ხო? და ამ დროს ქვეყნები რა ვიცი, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლოცულობენ, რომ ვაჭრობის თუ უსაფრთხოების განვითარების თვალსაზრისით მათ ზღვაზე გასასვლელი ჰქონდეს, მაგრამ ეს ჩვენმა ამ პოლიტიკამ ძალიან დრამატულად, ასე ვთქვათ, დარტყმა მოგვაყენა ყველას ჩვენ და ეხლა სულ ყველამ ჩვენ თაობის ხალხმა განსაკუთრებით ალბათ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. თავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ცივილიზებული პოლიტიკური ევროპის სივრცეს, ევროკავშირს. ევროკავშირი არის ის სივრცე, ის პოლიტიკური სივრცე, რომელშიც დაბრუნებაც პირდაპირ არის, ესე იგი, დაკავშირებული იმასთან, საქართველოს ექნება განვითარების პერსპექტივა, თუ ჩვენ ვშებით რაღაცა ტერიტორია დაახლოებით. მაგრამ აი თქვენ ყურე შენი ოპონენტი რო იყოს ქართული ოცნების რომელიმე არ არის იგითი თუ იგითი მომხრე ის ითხოვდა რომ სადღაა ევროკავშირი. აქ მაგალის მაგალითს კი არ მიხსენებ მაინც და მაინც რაც იბოდია და გუშინ პრემიერად წოდებულმა ირაკლი კობახიძემ და სხვებმაც. ან კალაძის მაგალითს კი არ მიხსენებ, ვახსენებ აი გზაარბრუკენთან დაკავშირებით რაღაც წერილი რომ დაწერა. ზოგადად მოდი ობიექტურები ვიყოთ რომ ის ევროკავშირი რომელიც იყო, რომლის თაობაზე ჩვენ გქონდა ცნობა, ინფორმაცია, სტერეოტიპი და ასე შემდეგ, მართლაც დასუსტებულია. და ქართული ოცნების ლოგიკა ბჭყალებში, ხო, არგუმენტირებულია ბჭყალებში. ისინი ამბობენ, რომ აი ეს ევროკავშირი ასეთია და რაღა მინდა, ამას ხიად არ ამბობენ, მაგრამ რაღა მინდა ამ ევროკავშირში. მერე უნდა წარმოთქვა ბევრი რთული, თანწყობილი, არ ქვეწყობილი წინადადება და უნდა უთხრა, რომ ჯერ ერთი თუნდაც ესეთი ევროკავშირი ბევრად ჯობს შენს რუსეთს. აი ესეთი დასუსტებული. და მეორე უნდა უთხრა, რომ ევროკავშირი მაღალი ალბათობით ომის შემდეგ გარკვეულ მოდერნიზაციას, გარკვეულ გარდაქმნას განიცდის, ხო, გარდაუვალია ეს გარკვეული რეფორმები შეიძლება მიმდინარეობს. ეს გარდაქმნის დიაკლე აბსოლუტურად მართალი ხართ, უნებრივია, მაგრამ მით უფრო დიდია როლი მედიების, რა ვიცი, ამ შემთხვევაში, რომ როგორც ევროპულ დასავლურ ღირებულებებზე, ასევე მათ წარმატებულ, ასე ვთქვათ, მაგალითებზე რომ ვისაუბროთ ეფექტური ფორმით, არა რაღაც ტრაფარეტულად, ხო, რაც ხშირად ხდება პოლიტიკოსების, რომლებიც აი უბრალოდ ადარებენ ხელფასებს, თუმცა ესეც ეფექტურია ხოლმე, მაგრამ განსაკუთრებით ეს ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რომ იქ ამდენჯერ მეტია ხელფასი და ასე შემდეგ. თუმცა ღირებულებებზე ძალიან ეფექტური საუბარი შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს. მე ყოველთვის ვიხსენებ იმ ქალს, რომელსაც რომლის შვილის დააკავეს, აი ასე ვთქვათ, ასეთ ტერმინს გამოვიყენებ, აი გაგანია დარბევები რო იყო ამ ასე ვთქვათ აქციების დაწყების პერიოდში და რომლის შვილიც დააკავეს და ის ქალი ყვიროდა რომ ვის მივმართო, ხო? ანუ პირველი ევროპელმა ადამიანმა ვისაც უნდა მიმართოს, იცის რომ პოლიცია. ამ ქალმა იცოდა რომ პირველი პოლიციას არ უნდა მიმართოს, იმიტომ რომ ამ პოლიციამ დააკავა ან ახლა მისი შვილი აქტივისტი იყო, უფრო მეტად დაიჭირა. შეიძლება რესპუბლიკის მოედანზე რაც მოხდა, მე მივესალმები. ეს ქალი, ეს ქალბატონი არის ნათია გოგიჩაიშვილი, ჩემი მეგობარი, რომელიც აქვე აი ჩემს სადაც მე ვცხოვრობ, სიახლოვეში ცხოვრობს ამავე უბანში, რომელიც მე მერე გავიცანი გულახდილად გეტყვი და მას მივესალმები და მის ოჯახს თლიანად უდასტურებ პატივისცემას. ბოდიში. ხო, ანუ ეს არის, რა ვიცი, ასე უმწევო თავი იშვიათად მინახია, როდესაც აი ამ შეგზნებით, ხო, როდესაც ხვდებით, რომ აი მართლა რაღაცნაირ გამოსავალი არაფერი არ არის, გარდა ერთმანეთის მხარდაჭერისა. ამ დროს ჩვენ ეს სახელმწიფო იმიტომ გვინდა, რომ როცა ადამიანს მოქალაქეს რაიმე, ასე ვთქვათ, შარში გაეხვევა, პირველ რიგში სახელმწიფო დაეხმაროს და ჩვენ ვიცით, რომ აი სახელმწიფო წოდებული სტრუქტურები პირველ რიგში ესენი არათუ გვეხმარებენ, ესენი გვიქმნიან პრობლემას და ცხოვრებას გვიმძიმებენ, ახალგაზრდა მშვენიერ გოგოებს, თუნდაც ბიჭებს, კაცებს, რა მნიშვნელობა აქვს, აკავებენ, ბორკილებს ადებენ ზურგს უკან და ეს არის, რა ვიცი, ასეთი მახინჯი სისტემა, ასეთი სუსტი სისტემა, მე არ ვიცი, იშვიათად მახსენდება და მთავარი, ასე ვთქვათ, რაღაც გლობალური აქცენტი რო გავაკეთოთ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველოში არსებობდეს ევროპული, ქართული სახელმწიფო, ქართული მთავრობა და ეს ხელისუფლება დე ფაქტო ხელისუფლების ჩვენ ნახეთ, რომ მათი წარმომადგენლები მაგალითად აი უკრაინას ემუქრებიან, რომ აი მე კიდე ანგარის გაუწევთ, ადრე ემუქრებოდნენ კიდე და აი ახლა კიდე უფრო საინტერესოა ამ მუქარის კონტექსტი რა, თუ ჩვენ შევხედავთ, აი თქვენ ახსენეთ, რომ ევროპას რაღაც ახალი არქიტექტურა ექნება. ევროპა ბუნებრივია არის დასუსტებული შედარებით, მაგრამ ის სოციალური, ასე ვთქვათ, პროგრამაც არ მინდა, უფრო ფუნდამენტურად მინდა რა, რომ ამას შევხედოთ. ის სოციალური მხარდაჭერა, რაც მოქალაქეს აქვს ევროპაში, რომ შენ განწერული არ ახარ, ხო?
თუ შენ ავად გახდები, რავი, სახლი უნდა გაყიდო, თურქეთში უნდა წახვიდე, სწავლა თუ გვინდა, გერმანიაში უნდა წახვიდე, სამუშაო თუ გვინდა, ამერიკაში უნდა წახვიდე, ხო? რაღაც ესეთი გამოწვევები გვაქვს ერთად მე და თქვენც, ხო? ჩვენი ოჯახის წევრები და ისეთი სოციალური მხარდაჭერა აქვს ევროპაში მოქალაქეს, რომ ცადადედა უბრალოდ შედარებაც კი სირცხვილია და საქართველოში სახელმწიფო ფაქტობრივად არასდროს არ ყოფილა მოქალაქის მეგობარი და ჩვენ ამას არც მეგობარი პარტნიორი მხარდამჭერი, ხო? ანუ ჩვენით უკაცრავად და ჩალიჩობთ, ჩვენი ვცდილობთ რომ რაღაც გავიდეთ ფონს, ჩვენი ოჯახის წევრებს დავეხმაროთ და აბსოლუტურად სხვა გარემო და სხვა სივრცეა და აი უკრაინასთან მიმართებაში მინდა ვთქვა. ანუ მე ხა ცოტა სხვაგან რო გადავიდე უცებ ყველაზე უფრო რაც არ მომწონს თქვა ამერიკულ ევროპულ პოლიტიკაში და დიდწილად გონია რომ თქვენც შენც ირაკლი ანალოგიურად ფიქრობ ეს გაურკვევლობები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ამერიკასა და ევროპას შორის. რატო როგორ ეს სხვა და დიდი საკითხია, მაგრამ ფაქტია რომ ამითი ზარალდება მთლიანად ეს ევროპული დასავლური ცივილიზაცია. და ფაქტია, რომ ევროპა დღეს არის აუთსაიდერი, ასე ვთქვათ, გლობალური გავლენის თვალსაზრისით, თუ შევხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და თუნდაც ჩინეთსაც, მაგრამ ამავე დროს საინტერესოა, რომ აი კულტურულ ფილოსოფიური გაგებით ევროპა აუთსაიდერი ვერ იქნება, უბრალოდ ვერ შეეგუება ევროპა ამ როლს რა, ეს ხო არ არის პირველ რიგში ჩვენ რაღაც სამხედრო პოლიტიკური ასე ვთქვათ დეტალებით ხო არ ვჯელობთ ხოლმე როცა რაღაცეებზე ვსაუბრობთ ხო ჩვენ გვაქვს რა ვიცი ევროპელი მწერლები ევროპული მუსიკა თუნდაც თანამედროვე თუნდაც კლასიკური ხო ანუ ეს ფენომენი რასაც ქრისტიანული ასე ვთქვათ ცივილიზაცია დაეფუძნა და მათ შორის ამერიკულიც ხო ყველაფერი ევროპიდან წამოვიდა და ევროპა უბრალოდ ვერ მიიღებს ამ როლს რომ გახდეს რომ იყოს აუთსაიდერი და ამაზე გაბრაზება კი არ არის საჭირო ევროპელების როგორც ერთი პერიოდი ხდება არამედ შენ უნდა დაიმკვიდრო შენი გლობალური ასე ვთქვათ როლი და მიიღო და აი ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი რამე აქ რაც ხდება ირაკლი არის ის რომ ჯერ კიდე ძალიან დიდი გამოწვევების წინ არის უკრაინა უდიდეს ასე ვთქვათ რა ვიცი საფასურს იხდის ძალიან ბევრი შეცდომისთვის რაც უკრაინელებმაც დაუშვეს ჩვენ თავიანთ და სამწუხაროდ მაგრამ ევროპელებმა დასავლეთმა ასე ვთქვათ კოლექტიურმა დასავლეთმა ძალიან დიდ ფასს იხდის ჯერ კიდე შორს არის შეიძლება სიტყვა შორს მაინც ვიხმაროთ ხო ჯერ კიდე არ ვიცით როდის გაიმარჯვებს როგორ უკრაინა როგორ დასრულდება ეს ომი მაგრამ ცხადი არის ერთი რამე რომ ევროპა თავის გლობალურ გავლენას დაიბრუნებს უკრაინის ევროპაში ჩართულობით ეს აქვს გააზრებული ნელ-ნელა მოხდა ამის გააზრება და გადააზრება მთლიანად პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მიერ ევროპის და ევროპა უკრაინას უბრალოდ არ წააგებინებს იმიტომ რომ ისინი ხვდებიან რომ უკრაინის წაგება ეს პირდაპირ ნიშნავს ევროპის წაგებას და დამარცხებას ეს არის ერთში ფაქტიურად ამის გააზრება და გადააზრება მოხდა ძალიან ნელა ძალიან დრამატულად მოხდა აი თქვენ შეგახსენებთ ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვებს დაახლოებით 2-3 წლის წინ ნათქვამს უკვე ომი დაწყებული იყო რომ სამწუხარო და ჩვენ ადრე უნდა დაგვეჯერებინა პოლონელებისთვის, ჩეხებისთვის, ბალტებისთვის, ქართველებისთვის. ეს იყო პირველ რიგში აი უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირებაზე, როდესაც აი ამ აღმოსავლეთ ევროპის ხმები იყო სუსტი ევროპის შიგნით და ასე ვთქვათ ბრიტანული და ამერიკული ხმები იყო განსხვავებული უფრო ხისტი იყო რუსეთის მიმართ, მაგრამ კონტინენტური ევროპის პოლიტიკაზე ამ ხმებმა გავლენა ვერ მოახდინა და ევროპა დიდწილად დაუახლოვდა რუსეთს ფაქტიურად მათი ასე ვთქვათ ენერგეტიკული გავლენის და პერიოდს რომელსაც დავარქვათ ერთს მერკელიადის პერიოდი განსაკუთრებით მაგრამ მე ამაზე სტატიას ვამზადებ ცოტა ისე ფუნდამენტურად უყურებ და განვიხილავ ეს პერიოდი გაცილებით ადრე დაიწყო კულტურულ წრეებში ეს არის აი რაღაც გასული საუკუნის 50-იან 60-იან წლებიდან აი ყველა გერმანელი ყველა ფრანგი განსაკუთრებით ეს ორი ქვეყანა ასე ვთქვათ მოაზროვნე რეჟისორი ანუ ყველა იყო ფაქტობრივად ანტიამერიკელი და თუ ანუ შენ თუ იყავი ინტელექტუალი, შენ თუ იყავი ინდივიდუალისტი, ევროპელი, შენ უნდა ყოფილიყავი ანტიამერიკელი. ანუ ეს განწყობა იყო, შემდგომ განვითარდა ეს პოლის და მიტერანის პერიოდში უკვე პოლიტიკურ დოქტრინად იქცა და აი ფუნდამენტური შეცდომა სადაც იყო დაშვებული, ხა რატო გადავედი ამ ანტიამერიკანიზმზე. ევროპამ გადაწყვიტა გაძლიერება რუსეთთან თანამშრომლობის ხარჯზე, ანუ გლობალური გავლენის დაბრუნება თუ მოპოვება მე-20 საუკუნეში ევროპამ, კონტინენტურმა ევროპამ გადაწყვიტა რუსეთთან თანამშრომლობის ხარჯზე. ეს პოლის და მიტერანის ომის პერიოდში და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოდი ვიყოთ გულახდილები, ერთგვარად დაიძაბა
ოკეან გაღმა სივრცესა და ოკეან გამოღმა სივრცეს შორის ურთიერთობა. ანუ ტრამპის ამერიკას ამოდი ასე დავარქვევ, ასეთ სახელდებას გავაკეთებ შენიშნება თვით და დღევანდელ ევროპას შორის. რამდენად იაზრებს ევროპის სივრცე, რომ კონფლიქტის გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნებისმიერ თემაზე და ეს იქნება მისთვისვე მაზიანებელი. იმიტომ რომ ერთია უკრაინის ფაქტორი და მე გეთანხმები, რომ უკრაინის მიღება ევროპულ სივრცეში არის ევროპული სივრცის გადარჩენის გასაკვირველი რეფორმების გათვალისწინებით, ტრანსფორმაციის გათვალისწინებით ერთგვარი საფუძველი, მაგრამ უკრაინას ბევრი რეფორმა აქვს ამ ფონზეც კი როცა იბჯდის, მან ასე ვთქვათ, კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ინსტიტუტები ესენი უნდა მოახერხოს. ეს ძალიან მძიმე მოთხოვნებია ომში მყოფი ქვეყნების, მაგრამ აუცილებელი. მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება ექნება უადრეს 2030 წლისა ჩემი მოსაზრებით მისაღები ევროკავშირს იმისთვის, რომ უკრაინა მიიღოს და არა მხოლოდ უკრაინა, მოხდეს უკრაინის ინტეგრაცია დამოუკიდებლად იმისა სუფთა რეფორმების თვალსაზრისით, ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით, თლად მზად იქნება თუ არა უკრაინა. ამიტომ შეიძლება იყოს, შეიძლება არა, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მისაღებია. და რაც თავარია ისევ ამერიკის კონტექსტში რო კითხო, სხვა თემებზე მიტოვა საუბარი, მაგრამ მაინც იქნება ვახერხოთ მე. რამდენად მოხდება მათ შორის, რამდენად არ მოხდება მათ შორის გაყოფა. იმიტომ რომ აგე ტრამპი ამბობს, რომ გერმანიიდან ჯარს გავიყვან გადავისვრი პოლონეთში. მე ტრამპი ამბობს, რომ პოლონეთიდანაც გამოვიყვან რაღაც 5000 კაცს თუ რაღაც ასე შემდეგ, ხო? 5000 კაცს არა უფრო. თქვენ მიხედეთ თქვენს თავს, მე მივხედავთ ჩემს თავს. მე არ მგონია რომ ტრამპი ამ რასაც ამბობს, მაინც და მაინც იმას აკეთებს. მაგრამ ეს კიდე ცალკე თემაა. აი ერთობა და ერთიანი დასავლური სივრცე თუ იქნება რუსეთ და რუსეთ-ჩინეთის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში გამარჯვება გარდაუვალია. ნუ პლუს უკრაინა რასაკვირველია. იმოდი შეფა. არა, პირიქით, მე უბრალოდ ცოტა სხვა პასაჟი გავაკეთე, უბრალოდ მინდოდა უკრაინის გავლენაზე ხაზი გამესვა და დავასრულებ მათ შორის თქვენი კითხვის კონტექსტში. ხო, ანუ ეს ყველაფერი ამ შეცდომის ანტიამერიკანიზმიდან ამიტომ გავაკეთე, რაც იყო ევროპულ წრეებში. ანუ საბოლოოდ ხდება გადააზრება, რომ იყო აბსოლუტურად შეცდომა, დიდი ძალიან სტრატეგიული შეცდომა იყო ევროპის, როდესაც აქცენტი გაკეთდა რუსეთთან თანამშრომლობაზე და საერთოდ კარდინალური ცვლილება ხდება ამ ყველაფრის, რომ პირიქით რუსეთის მტერი ვინც არის უკრაინა, ხო? რუსეთიდან გამომდინარეა ეს მტერი, იმიტომ რომ უკრაინა სამართლიან ომს აწარმოებს, ამაზე ჩვენ ადრე ვისაუბრეთ. მათთან ხდება უკვე ასე ვთქვათ, ძალიან ასე ვთქვათ, ღირეული ფუნდამენტური კავშირების დამყარება და უკრაინა აჩვენებს, რომ სამხედრო ტექნოლოგიური თვალსაზრისით მას შეუძლია შემაკავებელი როლის შესრულება შესანიშნავად, მან უნდა დაამტკიცოს უფრო ღირებულებების თვალსაზრისით რამდენად ეხლა მართლა რთულია ომში მყოფი ქვეყნაზე ასე საუბარი, მით უმეტეს ჩვენ მეგობრებზე ასე საუბარი, მაგრამ ის დგას ეხლა ჩვენ ვისაუბრებთ თუ არა, ის დგას ამ გამოწვევის წინაშე, იმიტომ რომ მე საერთოდ ევროპაზე ესეთი რამ მგონია, ევროპა უმალ განადგურდება, ვიდრე მიიღებს აუტსაიდერის როლს, ვერ მიიღებს აუტსაიდერის როლს და ის ეცდება რომ გადარჩეს და ჩვენ ისეც არ უნდა ვთქვათ რომ ერთადერთი გამოსავალი არის ვთქვათ უკრაინის ჩართულობა, არა, იქ გერმანიაში მიმდინარე პროცესები მათ შორის სამხედრო ინდუსტრიის უკიდურესი განვითარება, ხო და სხვა პოლიტიკური გარდაქმნებიც აჩვენებს იმას, რომ ევროპა ამ გარდაქმნისთვის ემზადება. რაც შეეხება ისევ ასე ვთქვათ ტრამპის და ევროპის ასე ვთქვათ თანამშრომლობას, მე იმისთვის მინდოდა ხაზი გამესვა უბრალოდ ასევე, რომ ტრამპი უბრალოდ ხისტად გამოხატავს, რომ ეს დაპირისპირებები სხვა დროსაც იყო, იგივე ბუშის პერიოდში იყო ძალიან ხისტი, მაშინ იყო, როდესაც ანუ ფაქტურად საქართველო და უკრაინა იყო ერთადერთი ქვეყნები, რომლებსაც ამერიკას უნდოდა რომ დაახლოებოდა ნატოს, რომ მიგვეყო ბუქარესტში სამიტზე, მაპი და გერმანიის პირველ რიგში ასე ვთქვათ გამო ჩვენ ვერ დაუახლოვდით, ხო და ძალიან ბევრ სხვა საკითხში კიდე იყო, თუმცა მაშინ სოციალურ მედიაც სხვანაირი იყო ტექნოლოგიების და ეს ძალიან ასე ვთქვათ ყოველდღე და ტრამპისნაირი ლიდერიც არ ყავდათ ის ესე აბსოლუტურად განსხვავებული აქცენტებს აკეთებს და ხშირად მიუღებელსაც რა თქმა უნდა და ამიტომ მე მაინც გონია რომ ევროპამ ეს ყველაფერი ამ ყველაფრიდან ამ რთული სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი არის მისი გაძლიერება ისე რომ თვითონ უნდა გახდეს გლობალური ძალა, თვითონ დამოუკიდებლად უნდა გახდეს გლობალური ძალა და შემდგომ უკვე ამერიკელებთანაც რა თქმა უნდა ეგზისტენციალური პოლიტიკური ყველანაირი თანამშრომლობა იქნება ასე ვთქვათ უბრალოდ ეგზისტენციალურ დონეზე აყვანილი გაუმჯობესდება. მე მგონია მე უბრალოდ ხედავ ამას სწორედ ამ მიმართულებით. ტრამპი უბრალოდ ისეთი პოლიტიკოსია, რომელსაც მაგიდაზე არ სურს სხვებთან ერთად რაღაცის არ ვიცი,
შეჯერება არ არის ემპათიური პოლიტიკოსი, ემპათიური ლიდერი არ არის. და აქედან გამომდინარე მას ბუნებრივი ევროპა და ევროკავშირი ხანდახან დამატებით დაბრკოლებად მიაჩნია და ევროკავშირს აქვს ისეთი ინსტიტუტები, ისეთი მიდგომა, ანუ როგორი რამე ირაკლი, ხო? ანუ ის რომ ის ეხმარება მაგალითად ტოლვილებს აზიის ქვეყნებიდან, ხო? ეს ესე ვთქვათ ქრისტიანული იდეოლოგიისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტური რამეა. ხო, ადამიანი არის გაჭირვებაში, მას უნდა რომ შენთან შემოვიდეს, გადარჩეს, მაგრამ ამ დროს ის ვერ ინტეგრირდება და საფრთხეს გიქმნის შენ. ხო, ანუ ეს არ არის ესე ხელის მოსმით ადვილად გადასაწყვეტი ამბავი, ხო? ამ გამოწვევის წინაშე ევროპა დგას და ეხლა ის ხალხიც, ვინც უჭერს ევროპელი პოლიტიკოსები, მემარცხენეები, უფრო ღიად, ასე ვთქვათ, ჩართულობას თუ შემოყვანას, ხო? ასე ვთქვათ, ამ აზიიდან ემიგრანტების, ეხლა ისინი თავის ტრები ხო არ არიან, უბრალოდ ისინი აი ამ გამოწვევების წინ არიან, თუმცა თვლიან და რომ ისინი პატრიოტები არიან ქვეყნის. რომ დაუბრუნდეთ, გაგვიგზავნა მგონი სიტყვა, უკრაინას ექნება განსაკუთრებული როლი ამ ევროპაში. და დაუბრუნდეთ ამ საცოდავ ქართულ ოცნებას. აი ამ ქვეყანას, რომელიც ჯერ ერთი ომობს, რომელიც კარგავს ამდენ ადამიანს, მაგრამ იმდენად გაძლიერდა სამხედრო ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რომ გერმანელები და ამერიკელებიც კი უკვე აღიარებენ, რომ მათ ბევრი მიმართულებით გამოცდილება შეიძლება მიიღონ და გაუზიარონ უკრაინელებმა, ხო? აი და პოლიტიკურ და სამხედრო გავლენა რომ ისე ძლიერდება და აი ამ ქვეყანას ემუქრებიან რაღაცა ძველბიჭურად და ამ ქვეყნის ლიდერს რომ რაღაცას დაგელაპარაკება, კი, ბოდიშ ვიხდი. არებ ამ საკითხს ვისაუბროთ. ერთია ბუქარები თბილისიდან და სრული აბსურდი. მეორეა ის რომ ევროპა სულაც არ მიაჩნიათ ალბათ ავტორიტეტად და ევროპის არ ეშინიათ. მაგრამ უკრაინის კონტექსტია ძალიან საინტერესო, იცით შენ რომ რამდენიმე ხნის წინ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო ეგრა მაგის პასუხია მათ შორის ავსტრალია შეიკრიბდნენ მოლდოვაში იმსჯელეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, კერძოდ ტრიბუნალის დაწესების აუცილებლობაზე რუსეთთან მიმართებაში, რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წოდებული ბოჭორიშვილის იმყოფებოდა კიშინიოვის შეხვედრაზე და ჩემი მოსაზრებით სრულიად აბსურდული, არაგაუგონარი, მაგრამ აბსურდული არგუმენტებით საქართველოს თქვა უარი შეერთებოდა ამ კომუნიკეს. ამასთან მაყურებელს გავახსენებ, რომ არც თუ დიდი ხნის წინ, 5-6 თვის წინ საქართველოს თანაინიციატორი იყო ამ კომუნიკესი. ანუ ამგვარივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ტრიბუნალი რომ შეიქმნას ჰააგის სასამართლოს ფარგლებში რუსეთის და კონკრეტული პირების ქვეყნის გასამართლებაზე ცხადია, არც შეიძლება ლაპარაკი და ვერც იქნება კონკრეტული პირების, ვისაც ომის დანაშაულში მიუძღვის ბრალი, ამას საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუჭირა. ეს ყველაფერი არის მოხვა ამბავს სომხეთში განვითარებულ ამბავს პროცესებს მოვლენას ამბავს, როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი გაუწოდა დასანქცირებულ პირ ირაკლი კობახიძეს, მის მიერვე დასანქცირებულს. და უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ჩანს, იყო და დღესაც არის საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირება, თუნდაც მარტო ამ კონტექსტში, იმიტომ რომ 36 ქვეყანა კი არა, 46 ან 186 ქვეყანა უტრიებს შესაძლოა, მაგრამ მაინც უნდა იყოს უკრაინის მხარდამჭერი, რომ კიდევ უფრო თვალსაჩინო და კიდევ უფრო ეფექტური იყოს უკრაინის გამარჯვება. აი როგორ ხსნის საქართველოს ხელისუფლების და კომენტარს გავაკეთებთ საერთოდ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, რისი ეშინიათ მეთქი, იმიტომ რომ ეხლა ეს ბოლი იმის თაობაზე, რომ ხვალ ტანკი შემოჯილიგინდება სოხუმი მკაცრავად ცხინვალიდან თბილისში, ეს ბოლი მოუყვნენ ერთმანეთს და შენ შემეხიდე კიდევ ის უნდა მოუყვნენ ამის თაობაზე. ხო, ბუნებრივია ეს იყო სრულიად სამარცხვინო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ პუტინი არის ალბათ რა ვიცი ამ საუკუნეში ესეთი ჯალათი პოლიტიკური ლიდერი ალბათ არ ყავს და კაცობრიობა მას ასე აფასებს, ასე შეაფასებს და ის რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება არ არის ამ გადაწყვეტილების ხელისმომწერი, ერთის მხრივ სამარცხვინოა, მეორეს მხრივ მოსალოდნელია, თუმცა ბუნებრივია მათ ამ სანქციების და სასამართლოსი თავად ეშინიათ და ხედავენ, რომ გარკვეულად იგივე ჩარჩო ადრე თუ გვიან მათ წინააღმდეგაც დადგება. ჩვენ როგორც ემიგრანტული ჯგუფი პლატფორმა 2025, სხვა ემიგრანტულ გაერთიანებებთან ერთად ჩვენ გვაქვს საერთო პლატფორმა თანამშრომლობის მოძრაობა მზია. ფაქტობრივად ყველა აი ავსტრალია ახსენეთ, მათ შორის ავსტრალიასთანაც ყველა დემოკრატიულ ქვეყანას თან გვაქვს კომუნიკაცია, ვთხოვთ მათ რამოდენიმე რამეს კონკრეტულად, ანუ პირველი ეს არის არაღიარება, დასანქცირება, მათი დანაშაულების გამოძიება, რაც კიდევ უფრო ასე ვთქვათ ღია ხელმისაწვდომი და შესაძლებელი გახდა მოსკოვის მექანიზმის შემდეგ და ადამიანების მოწამვლის ფაქტზე
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ჩართვა, ფაქტების მოძიების, ანუ რა თქმა უნდა, გამოძიების თვალსაზრისითაც და ეს პროცესი ნელ-ნელა მიდის და ის სანქციები და დანაშაულები, რაც რუსულ რეჟიმს ელოდება, ასევე ელოდება საქართველოს და ნელ-ნელა ეს პროცესი მიდის. უბრალოდ ჩვენ და სამწუხაროდ ისეა, რომ ევროპული და საერთაშორისო დღის წესრიგი ძალიან გადატვირთულია, თუმცა აი უნგრეთში არჩევნების შედეგებმა კიდევ უფრო გახსნა ეს შესაძლებლობა, რომ ასე ვთქვათ, ჩვენ რაც გვინდა, რომ დასანქცირდნენ და დასანქცირდნენ ძალიან ასე ვთქვათ, ეფექტურად ქართული ოცნების დამნაშავეები, ამასთან უფრო ახლოს მივედით. რაც შეეხება ევროპელების რომ არ ეშინიათ, მე უფრო მგონია, რომ ევროპელებთან მათ იციან, რომ თითქმის შანსი არ აქვთ არანაირი კომუნიკაციის, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებულ რეალ პოლიტიკა ევროპაში ამ შემთხვევაში მათ ნაკლებად გამოუვათ. ასევე ნაკლებად გამოუვათ ამერიკელებთან, თუმცა შეიძლება აი ტრამპ ტაუერი ან რაღაცა ააშენონ სადღაც და ამიტომ გონიათ, რომ შეიძლება ამერიკელებთან რაღაც სივრცე თანამშრომლობის არსებობდეს, მაგრამ არანაირ სივრცე თქვა სკანდინავებთან, ბალტებთან და სხვა ქვეყნებთან მათ თანამშრომლობის არ აქვს და ამიტომ ხელი აქვს ჩაქნეული და ცდილობენ რა თქვა ფრანგები, ბრიტანელები დიდწილად ასე ვთქვათ არ გალანძღონ, იმიტომ რომ მათი უფრო ეშინიათ, მათი სანქციების უფრო ეშინიათ და ეხლა ეს ბალტები მესამე ცხოვრობენ ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარი ხალხი, ამათ ესე უტიფრად ლანძღავენ ქალებს, დაძდევდნენ აი თქვენი წყალებში კოლეგა იმედი ხო, როგორ დაძდევდა იქ აი სამ მე შემწყვა ხო? კი, მე ყველა მიცის ჩვენ რო ვებრძვით ამ იმ ხალხს, რომელსაც ტელეკომპანია იმედი წარმოადგენს, მაგრამ ნუ სამარცხვინო რამ იყოს საყურებლად და იმედზე მინდა თქვენის ნებავთვით ორი რამ თქვა. იმედი ნამდვილად არის დამოუკიდებელი ტელეკომპანია, ნამდვილად დამოუკიდებელი, ფორმალურად დამოუკიდებელია, მას ფორმალურად საჯარო, ასე ვთქვათ, თანხებს ის არიღებს და აქედან გამომდინარე ის რომ დასანქცირებულია ბრიტანეთის მიერ და ეხლა უკვე ევროპარლამენტმა შეზღუდა, ხო, მაგრამ უპრეცედენტო რამეა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის მეც ვიყავი ჩართული იმ პროცესში, ჩვენ ჯგუფთან ერთად, ბალტიაშიც, იქ ევროპარლამენტთან მიმართებაშიც, რომ სანქციები და შეზღუდვები დაწესებულიყო იმედის წინააღმდეგ და მათი ჟურნალისტების წინააღმდეგ და მე ვიცი რამდენად რთული იყო ეს ევროპელებისთვის ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ეს არის მედია, გინდა არ გინდა თან ამავე დროს ეს არის ფორმალურად დამოუკიდებელი მედია, იმიტომ რომ აი როდესაც არის ეს Russia Today და რუსული ტელეკომპანიები, ისინი საჯარო ფულზე არიან ოფიციალურად და ესეთი კერძო დამოუკიდებელი არა თავისუფალი მედია ფაქტიურად არის უპრეცედენტო, არ დასანქცირებული. ანუ იმდენად სამარცხვინოები, საშინლები, იმდენად ესე იგი არ ვიცი, ანტიჰუმანური რაღაც განყოფილებად, გაერთიანებად გადაიქცა ეს ტელეკომპანია იმედი, რომ მიუხედავად ამ ყველა დაბრკოლებისა, ტექნიკური, პოლიტიკური, სხვა ასეთი უპრეცედენტო გადაწყვეტილებამდე მივიდნენ და ბუნებრივია ეს პროცესი ნელ-ნელა გაგრძელდება მათ შორის ბრიტანელების მიერ იმედის დასანქცირების პროცესი ეფექტს მოიტანს კიდე. ძალიან ტყუილად გონიათ, თქვათ, იგივე ტელეკომპანია იმედის სამწუხაროდ ჟურნალისტად წოდებულ ადამიანებს თუ სხვა პირებს, ვინც ჩართულები არიან და პოლიტიკურ ისტებლიშმენტს მათ პოლიტიკურ ასე ვთქვათ ხარდამჭერებს, რომ მხოლოდ ეს ერთი განცხადება იყო, დარწმუნებული ვარ. ხედავ, რომ შესწავლა მიმდინარეობს როგორ და რა ხარჯზე ფუნქციონირებს ტელეკომპანია იმედი, იმიტომ რომ მათი ამოცანა ის კი არ იყო, რომ ხელფასი ან ბრიტანელების რომ ხელფასი მიღებულიყო რაღაც სხვა ფორმით და ქეშად და გადარიცხვა გართულებულიყო. მათი ამოცანა იყო, რომ ამ ტელეკომპანია იმედმა ფაქტურად ფუნქციონირება უნდა შეწყვიტოს და ნელ-ნელა ამისკენაც წავალთ და სხვა ევროპული ქვეყნები ბრიტანეთს ამ სანქციების მონიტორინგში და აღსრულებაში მიეხმარებიან და გარკვეულწილად იმუშავებს იგივე სისტემა, რაც ხშირად ამერიკული სანქციების დროს არის ეგრეთ წოდებული მეორადი სანქციების თვალსაზრისით, ანუ ყველა ის პირი და ორგანიზაცია, რომელიც მიეხმარება იმედს, ასე ვთქვათ, სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნებაში, ასევე მოყვება სანქციების ქვეშ. ამის თქმა მინდოდა ამ თვალსაზრისით. ბარემ ბოლო კითხვა ამასობაში ესეთი საინტერესო კითხვა. აი სანქციები რა გაიახსენე? რა თუნდაც იმედის კონტექსტში. მუშაობს კი ეს სანქციები და უნდა ველოდოთ თუ არა უფრო გამკაცრებას სანქციებისა. მაგალითად იგივე მზიას კონტექსტში, რამდენიც ვიცი თქვენი პლატფორმა მუშაობს, თქვენი ორგანიზაცია მუშაობს, სხვებიც მუშაობენ ამ თემაზე და რატომ ვერ ხდება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომ თუ დღეს არ მუშაობს ისე ეფექტურად ეს სანქციები ხსენებულ იმედთან ან კონკრეტულ ინდივიდებთან მიმართებაში, ხვალ, როდესაც მეტი დრო დარჩებათ, აუცილებლად დარჩებათ ევროპელებსაც და ამერიკელებსაც მეტი დრო, რომ მოაქციონ ყურადღება ამ ქვეყანას,
ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უფრო დიდი გაბადიდებელი შუშით დააკვირდნენ და უფრო მძიმეა მექანიზმები ჩართონ ქართული ოცნების წინააღმდეგ, ხვალ ეს სანქციების იმუშავებს. რატომ ვერ მიხვდა აქამდე ბიძინა ივანიშვილი და მისი შაიკა, რომ აი ამ რუსულ ნავში მივაბავ შერის ნებართვით, რომელიც ჩასაძინად განწირულია, იმიტომაც რომ მოსკოვთან აფეთქებები ხდება, იმიტომ რომ მოსკოვში აფეთქებები ხდება, იმიტომ რომ ეკონომიკურად ფრიად და ძალიან უჭირს რუსეთს, მაგრამ ამ ყველაფრის გარდა ვაკვირდებით იმას, რომ უკრაინა რეალურად სერიოზულად მხარდაჭერილი ქვეყანა გაცილებით მეტად მეთქი გავბედავდა ვიტყვი, ვიდრე 4 3 ან 2 წლის წინ. ანუ აი ეს ბოლო პერიოდია თითქოს წყარებში მიატოვეს, მაგრამ დადასტურება, რომ ვთქვი იმისა, რომ უკრაინას უჭერს 200 კილომეტრზე შორს არ ესროლო და ისეთ რაღაცებს უწესებდა. ხო, ჩაფხუტე ხა ბუტრირებს ჩადია, ჩაფხუტებს მოგცემთო, ასე იწყებოდა და ახლა ეუბნებია გემუდარები დაბომბე მოსკოვიო. ეხა მე შეიძლება აქაც ვუტრირებ და არ ემუდარებიან, მაგრამ პრინციპში თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ მოსკოვის ცენტრში ან ცენტრთან ახლოს ხდება ეს ყველაფერი. მათ შორის ამერიკელებიც ასე ვიტყვი. აღარ 90 მილიარდზე რუსულ გაყინულ აქტივებზე, ამერიკელები რა ფორმითაც აძლევენ დაფინანსებას და ასევე რაღაც სტრატეგიულ ინფორმაციას სადაზვერვოს მათ შორის და ასე შემდეგ და აი ამ პირობებში შენ ლაპარაკობ შენი ხელისუფლება წოდებული ლაპარაკობს დაკავშირებადობა ვერ გაუგიათ, რომ ეს დაკავშირებადობა იმ მნიშვნელოვანია შუად ერეფარი როგორც ასეთი, მაგრამ შენ არ ახარ და ვერ იქნები ოდესღაც წასული ქვეყანა ამ საბჭოთა სივრცეში დემოკრატიის კუთხითაც მათ შორის ვერ იქნები მსგავსი ცენტრალური აზიის რომელიმე სახელმწიფოსი. შენ სხვა ლიგაში თამაშობდი, შეიძლება ეს არ იყო პრემიერ ლიგა, მაინც და მაინც, მაგრამ ეს იყო გაცილებით მაღალი ლიგა, უფრო სერიოზული ლიგა, ვიდრე თამაშობდნენ ცენტრალური აზიის სახელმწიფოები. პატივისცემას უდასტურებ მათ, მაგრამ მათ არც დაუყენებიათ საკუთარი თავისთვის მოთხოვნა, რომ დემოკრატიის მექა ან დემოკრატიული სახელმწიფოები ყოფილიყვნენ. თურქმენეთს ამ ბუნებრივი აირი და საკმარისია ეს მისთვის და მისი საზოგადოებისათვის. ეს ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ ეს ჩვენ აუთსაიდერები ვიყოთ იმ ლიგაში, საერთოდ ჩამოვქვეითდეთ სხვა და ევროპას ეუბნება, რომ წადით ეხა თავი დაბანებეთ. ამერიკის ჯერაც ეიმედება თან გვესმის ინფორმაცია შეთქმის არ იყოს, რომ ტრამპ თაუერი აშენდა ბიძინას წარმოგიდგენიათ, როგორი გახარებულია, რომ ტრამპ თაუერი თუ აშენდება, ჰგონია რომ დაალაგდა ტრამპთან. ნუ აბსურდია, მაგრამ ეხა ვერ უნდა უთხრას ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. ეხა ბევრი საკითხი გამომივიდა, მაგრამ მაინც რატომ ვერ თავარი კითხვა მაინც ეს არის, რატომ ვერ ხდება, რომ შუა დერეფანსაც კი არ მისცემენ ამ ქვეყანას, თუ აქ არ იქნება სათანადო იმგვარი სივრცე შექმნილი, როგორ სივრცესაც ელიან, როგორი სივრცის შექმნასაც ელიან ამ ქვეყნელოდნენ ამ ქვეყნისაგან. ალბათ იმიტომ, რომ მათი ასე ვთქვათ მოქმედების მიახდია ბოდიში. ხო, ალბათ იმიტომ, რომ მათი მოქმედების სივრცე გარკვეულწილად შეზღუდულიც არის უკვე იმ ფონზე, რაც უკვე მათ ჩაიდინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, შესაძლოა იმ ფონზეც რა ურთიერთობებიც მათ სხვებთან აქვს, იმიტომ რომ ნამდვილად გეთანხმები ირაკლი, რაც მიმდინარეობს სამხრეთ კავკასიაში რა პროცესიც ხო, ის ფაქტურად შეუძლებელს ხდის საქართველოში, რომ არსებობდეს ისეთი ხელისუფლება, როგორც დღეს არსებობს. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ სამ ძირითად რამეს. ერთი ევროპელების ძალიან დიდი ინტერესი, რაც ეხლა ხანს ერევანში, რა ვიცი, ყველამ დავინახეთ და მანამდე ამერიკელების ინტერესი იყო აბა ერევანში. და მეორე ამერიკელების ინტერესი, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს და აზერბაიჯანთან და ზოგადად სამხრეთ კავკასიის ძალიან მზარდი ინტერესი ამერიკელების მხრიდან და მესამე, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ წინააღმდეგობის ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობს. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ჯერ ერთი უცხოელ პარტნიორებს სამხრეთ კავკასია აინტერესებს და არავის არ სურს, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში იხილოს, ბუნებრივია ეს მათი საქმე არ არის, მაგრამ მათ არ სურთ ნამდვილად, რომ მათი პარტნიორი იყოს კორუმპირებული, ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმებზე დამოკიდებული სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერ ენდობი ვერც ერთ პროექტში, სტრატეგიულში თუ სრულად მცირეში და მთავარია, რომ ეს ჩვენ არ გვსურს და ეს არ არის რაღაც საკუთარი თავის გამხნევება და რაღაც შეძახილი, ეს არის რეალური გარემოება, ხო ჩვენ ფაქტებზე ვსაუბრობთ. რაც თქვენ თქვით სხვადასხვა ქვეყნებს რო შეადარეთ, აი მე ხშირად მესმის ხოლმე, რომ ჩვენ ბელარუსი არ გავხდებით, იქ რაღაც ხანდახან ვადარებთ ხოლმე. ერთადერთი მე რა მხრივაც ვადარებ ჩვენ ბელარუსი, ხო, ანუ ძალიან ბევრი მამაცი ადამიანია ბელორუსიაში და იმ პროტესტის დროს იბრძოდნენ და თავი დადეს ციხეებში წავიდნენ შეგნებულად და
ერთადერთი განსხვავება რაც არის, ჩვენ ქართველები ხო, ისტორიულად, კულტურულად, სოციალურად ჩვენ თავს ყოველთვის თვლიდით ევროპის სივრცის ნაწილად. რასაც ბელორუსები მათ ამ პატივისცემის მიუხედავად ალბათ არ თვლიდნენ და აქედან გამომდინარე დანაშაული ხალხის წინაშე ივანიშვილის ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტი აქვს და მას მის ამ დანაშაულის ისტორიული განზომილება არის გაცილებით მეტი, იმიტომ რომ ჩვენ სულ იქ მივდიოდით. ჩვენ სულ გვეგონა ჩვენ წინაპრებს მამაჩემს უყვარს ჩვენ გვეგონა რომ იქ უნდა ყოფილიყავით პოლიტიკური ევროპის ნაწილი და თუ ბელორუსიაში სამწუხაროდ ასე არ იყო, თუმცა თავდადება მათი ასე ვთქვათ მოქალაქეების ასევე თვალსაჩინოა ძალიან. სანქციებზე რო გადავიდეთ, ხო? ჩვენ დასავლეთ პარტნიორებს თავაზობთ, რომ ადრე თუ გვიან ეს დღის წესრიგში დადგება, ბუნებრივია დასანქცირება უფრო მასშტაბურად, იმიტომ რომ ევროკავშირის შიგნით ირაკლი თქვენ იცით, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ცდილობენ რომ სანქციები ცალ-ცალკე არ დააწესონ, და ეს როგორც საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილად, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სანქციები სხვა ქვეყანას ეხება, ხო? როცა ანიჭებს, ცდილობენ რომ საერთო ევროპული კონსენსუსი მიიღონ. სწორედ ამიტომ ჩვენ გქონდა შედარებით სუსტი სანქციები ევროკავშირის ქვეყნებიდან, მაგრამ მაინც გქონდა და ეს იყო პირველი ჩვენი პარტნიორები, ბალტიელები, ხო, დიდწილად რომ თუნდაც სავიზო შეზღუდვებს უწესებენ. ეხლა უკვე ეს სივრცე უნგრეთის გამო არის ღია, ხო? და ჩვენს პარტნიორებს, ხო, ჩვენ განსაკუთრებით გგონია, რომ ევროკავშირის შიგნით გერმანია, ასევე ნორდიკური და ბალტიური ქვეყნები შეიძლება იყვნენ ლოკომოტივები იმის, რომ აი ეს დღის წესრიგი შეიქმნას, რომ საქართველოზე რაშვებით და ეს დე-ფაქტო ხელისუფლება არის დასანქცირებული და ეს სივრცე ნელ-ნელა კი არა გახსნილია უკვე და აი ველით რომ 1-2 თვის განმავლობაში დაახლოებით რაღაც გადაწყვეტილებამდე მივლენ და რისი თქმა მინდოდა ჩვენ თავაზობთ რომ როგორც მაგნიცკის აქტი და შემდგომ მაგნიცკის სია ეწოდა იმ ცნობილი მოვლენების გამო, თქვათ, პირველ რიგში ამერიკულ და შემდგომ უკვე სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, ასევე ეწოდოს ამ სიას, სასანქციო სიას, მზია სია, იმიტომ რომ ჩვენ თვლით, რომ ასეთ ძალადობას მოქალაქეზე, ქალზე, ჟურნალისტზე, აქტივისტზე, ხო, რასაც ხელისუფლება, დე-ფაქტო ხელისუფლება აკეთებს, ხო, რაღაც სარკისებურად, რაღაცა სხვა სახელი უნდა დაერქვას და პრეცედენტი უნდა შეიქმნას და ჩვენ თვლით, რომ მზია არის ნამდვილად ის სახელი, რომელიც ერთის მხრივ აერთიანებს თელ ჩვენ მოძრაობას, არც მიყვარს ამ წინააღმდეგობის მოძრაობის თქმა, ეს არის მოძრაობა საქართველოს გადარჩენისთვის, საქართველოსთვის საერთოდ აბსოლუტურად ყველასთვის მისაღები და ჩვენ მორალური ლიდერია ფაქტიურად და მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელებისთვის, ასევე ამერიკელებისთვის მისი ცნობადობა საკმაოდ მაღალია, ხო, სახაროვის და უამრავი პრემია და ჯილდო აქვს უკვე აღებული და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ საინტერესო ინტერესით უყურებენ ამ კითხვებს და ბევრი მოლაპარაკება გვაქვს საინტერესო გავლენიან ადამიანებთან, სხვა დროს თუ მექნება კომუნიკაციის საშუალება თქვენთან კიდევ გეტყვით. პირველ რიგში ხაზგაუსმევ მნიშვნელოვანი ეფექტური სანქციები, ბრიტანელების სანქციები უკვე რაც არის ტელეკომპანიების წინააღმდეგ არის უმნიშვნელოვანესი და ნელ-ნელა ეს დააზიანებს ხელისუფლებას კიდევ მეტად და ველით ბუნებრივია ევროკავშირის მნიშვნელოვან დასანქცირებას. თუ დაერქმევა მას ეს სახელი, ეს ბუნებრივია ძალიან კარგი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და პრეცედენტული თავად ევროკავშირისთვისაც, ანუ როგორ რეაქციას აკეთებს ის ადამიანების უფლებების ასე ხელაღებით უგულებელყოფას. კოკიორ საბიშვილი იყო ჩემი სტუმარი, კოკი უღრმესი მადლობა წარმატებას გამარჯვებას ამ პროცესში გამარჯვებას უშუალოდ თქვენ და თქვენ ორგანიზაციას და აქტივისტებს და ადამიანებს, რომლებიც ემიგრაციიდან უმნიშვნელოვანეს სიტყვას ამბობთ საქართველოსთვის თქვენ გისურვებთ, ასევე თქვენ ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს. ეხლა მე ამ ინტერვიუს მიმდინარეობისას ამოვიწერე რამდენიმე ფრაზა, ვფიქრობდი პარალელურად სათაურო, როგორ დავასათაურო, მაგალითად, მზია სია ბიზნესაც ელოდება ის, რაც პუტინის რეჟიმს. ივანიშვილი ბევრად დიდი დამნაშავეა, ვიდრე ლუკაშენკო დაახლოებით დროის ისტორიის წინაშე და ქართული ხალხის წინაშე. კიდე რაღაცები ამოვიწერე, აი, რაღაც არაღიარება და სანქცირება გამოძიებაზე რო ლაპარაკობდი თავის ევროპასთან დაკავშირებით. მოკლედ, იმდენად საინტერესო საუბარი გამომივიდა, რომ ასარჩევად მაქვს ასე ვიტყვი სათაურები ამ ვიდეო ბლოგისთვის, ინტერვიუსთვის და მე მადლობას გეტყვი შენ ამის გამო და წარმატებას და გამარჯვებას გისურვებ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, გამარჯვება ჩვენ ქვეყანასთან. მადლობა. გადაცემის პარტნიორია კოკაკოლა.